სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი უფლება დამცველ ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მოუწოდებს შეისწავლონ ხობის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების გათავისუფლების საკითხი. ორგანიზაციის განცხადებით ადგილობრივ ხელისუფლებაში ქართული ოცნების წევრების მოსვლის შემდეგ 39 თანამშრომელს განცხადების დაწერა აიძულეს. პრესკონფერენციას ხობის კულტურის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ჭიტანავაც ესწრებოდა, რომელმაც განცხადების იძულებით დაწერაში ხობის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორია დაადანაშაულა. ჩოკორია კი აცხადებს, რომ ჭიტანავა ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებული ზონდერ ჯგუფის წევრია და განცხადება გათავისუფლებაზე თავისივე ნებით დაწერა. ხობის მუნიციპალიტეტში განთავისუფლებულია სულ 39 თანამშრომელი, როგორც საკრებულოში, ასევე გამგეობაში ერთად ვიძახი. ანუ ერთ-ერთ ამათგან რიცხვს მე მივუმატე უკვე ორშაბათს, ვინაიდან წასული საფუძველი იქნა იძულებითი დაწერა განცხადების, ვინაიდან ჩემზე აშკარად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. სახეზე გვაქვს ორი სახის დანაშაული, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როდესაც ზეწოლით ხორციელდება ის, რომ განცხადებები დაწერენ და მეორე ეს არის უხეში დარღვევა ორგანული კანონის, როდესაც საჯარო სამსახურში ინიშნებიან ან კონკრეტული პარტიის აქტივისტები, ან კიდევ ნათესავები. ჩვენ მოუწოდებთ სახალხო დამცველს, მოუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო გამჭვირვალობის მსგავს ფაქტებზე მოახდინონ მკაცრი რეაგირება. მაგან განცხადება თვითონ დაწერა, იყო ზონდერ ჯგუფის მთავარი წევრი, ხო? ხლა იმ კაცს თუ რამეა გაწია სახელი, არის თვითონ დაწერა განცხადება. ჩვენთან თანამშრომლებზე უარი განაცხადა, იმიტომ რომ ეთყობა ვერ გვიტანძავდა თვითონ ფიზიკურად და მე ახლა ხელს რაზე შევუსწრებდი.